პოლიტიკური დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული ოცნება მედიისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება, მათი განცხადებით მზად არიან კონსულტაციებისა და დისკუსიისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დაახლოებით 2 კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს და გაიმართოს დებატების პირველი ფორმატი. პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გაღვივებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მსგავსი ფორმატები ამ ვითარებას განმუხტავს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ბრალდებებს უარყოფენ, მათი ნაწილი დებატებისთვის გამოთქვამს მზაობას, ნაწილი კი დისკუსიისთვის ულტიმატუმებს აყენებს, მათ შორის არის პატიმრების გათავისუფლებაც. პოლიტიკური დებატების სრულყოფილ დაბრუნებას არა განცხადება, არამედ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა სჭირდება, პოლიტპატიმრების, ოპონენტების გათავისუფლება და ცხადია, ჩვენ მზად ვართ ქართული ოცნების კორუფციაზე, მაღალ ფასებზე, რომელიც გამოიწვია ოცნების კონკრეტულმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ვისაუბროთ. და ჩვენ არასოდეს უარი არ გვითხოვს დებატებზე. ჩვენ არასდროს არ გავუგებთ დებატებს, რა თქმა უნდა, დებატები უნდა იყოს ობიექტური და უნდა იყოს მიზანმიმართული, იქითკენ რომ ობიექტური რეალობა დავანახოთ ჩვენს მოქალაქეებს და საზოგადოებას და არა იმისთვის, რომ რომელიმე ასე ვთქვათ, ოცნების პროპაგანდისტული საშუალებებით მოხდეს ისევ და ისევ ოცნების პროპაგანდის კვება. შესაბამისად, ჩვენ უარი ობიექტურ რეალურ დებატებზე არ ვსწავლობთ. დებატები ჩვენ კი არ გვჭირდება პოლიტიკოსებს. დებატები ჭირდება ხალხს. ხალხს არ უნდა უთხრა უარი, რომ უშუალოდ გაიგონ ოპონენტებისაგან, რის გაკეთებას აპირებენ, როგორ აპირებენ. ჩვენ დებატებზე კი არ ვთქვით უარი, საცირკო სანახაობაზე ვთქვით უარი. ახლაც ვიტყვით უარს, თუ ვინმეც მოუნდება საცირკო სანახაობის ჩატარება და ეს ეხმიანება იმ პირველ თქვენს კითხვას. შენ თუ გინდა მმართველ პარტიას ეპაექრო, მმართველი პარტია ვისაც გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ საკითხზე გამოიყვანოს შენთან პაექრობაზე, თქვა თუ თემატური იქნება. ეპაექრე იმას. ეს ჭირდება ამორჩეულს, ეს ჭირდება საზოგადოებას, რომ მას ჰქონდეს ჯანსაღი მედია და პოლიტიკური სივრცე. ჩემთვის ალბათ არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან. ანუ ეს ჩემთვის იქნება ერთ-ერთი რაღაცა პირობა, რომელსაც დებატებში მონაწილეობის დროს ვიტყვი, თუმცა ჩვენი მთლიანი პოლიტიკური გუნდი მუშაობს იმ ფორმატებზე, რომელიც იქნება მეტნაკლებად უსაფრთხო საზოგადოებისთვის.